ამბობენ, რომ შუათანაბავშვები მეტად იჩაგრებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი იმდენად გამორჩეულია, რომ მთელი მსოფლიო იცნობს. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი შუათანაბავშვია და ხშირად მათ ცხოვრებაში მართლაც იგრძნობა ის მახასიათებლები, რაც შუათანაბავშვის სინდრომს ახასიათებს: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, სოციალური მოქნილობა. კვლევებმა აჩვენა, რომ შუათანაბავშვები ზოგჯერ უფრო წარმატებულები არიან დიპლომატიასა და მოლაპარაკებებში, ვიდრე უფროსი ან უმცროსი და-ძმები, რადგან ბავშვობიდან ეჩვევიან ორ მხარეს შორის ბალანსის პოვნას. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ბარაკ ობამა, აბრაამ ლინკოლნი, ჯულია რობერტსი, ჯენიფერ ლოპესი, დევიდ ბოუი, მაიკლ ჯორდანი შუათანაშვილები იყვნენ ოჯახში. შუათანაშვილები გვახსენებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ხარ ოჯახში. შეგიძლია საკუთარი გზა გაიკვალო და ბრწყინვალე შედეგს მიაღწიო და თქვენ მე რამდენი შვილი ხართ ოჯახში?